მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. კომპანია HD Forex-ი გთავაზობთ სასწავლო ვიდეო კურსს, რომლის ფარგლებშიც თქვენ შეისწავლით თუ რა არის Forex-ი, სავაჭრო პლატფორმებს, ანალიზის სახეებს, ტრეიდინგის ფსიქოლოგიას და money management-ს. პირველი თემა მიეძღვნება საკითხს თუ რა არის Forex-ი. Forex-ი არის ბანკთა შორისი გლობალური სავალუტო ბაზარი, სადაც ვაჭრობა მიმდინარეობს სავალუტო წყვილებზე ვალუტების საშუალებით. ანუ ხდება სავალუტო ვაჭრობა გაცვლითი კურსის მიხედვით. ერთი ქვეყნის ვალუტა იცვლება მეორე ქვეყნის ვალუტაზე იმ მომენტისათვის არსებული კურსის მიხედვით. ამ შემთხვევაში ფული არის როგორც საქონელი, რომელიც იცვლება სხვა ფულზე. ამ გაცვლას ერთმანეთში ახდენენ ბანკები, სხვადასხვა კომპანიები, ფიზიკური პირები. დღეღამის ბრუნვა Forex-ის ბაზარზე შეადგენს დაახლოებით $5.5 ტრილიონ. იმის და მიხედვით თუ რა ივაჭრება ბირჟაზე შეიძლება გამოვყოთ სამი სახის ჯგუფი. პირველი ჯგუფი არის სასაქონლო ბირჟა. ასეთ ბირჟაზე ვაჭრობენ ისეთი საქონლით, როგორიცაა ენერგომატარებლები, ნავთობი, გაზი, ქვანახშირი, ლითონების ბაზარი, ძვირფასი და ფერადი ლითონების ბაზარი, ოქრო, ვერცხლის სპილენძი, აგრეთვე სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზარი, შაქარი, ხორბალი, სოიო და ასე შემდეგ. თავდაპირველად სწორედ სასაქონლო ბირჟით დაიწყო საბირჟო ინდუსტრიის ჩამოყალიბება. თანამედროვე სასაქონლო ბირჟას ჩამოყალიბდა ფიუჩერსულ ბირჟად, სადაც ვაჭრობენ სხვადასხვა საქონელზე ვადიანი, ანუ ფიუჩერსული კონტრაქტებით. მეორე ჯგუფი არის საფონდო ბირჟა. ეს არის ფასიანი ქაღალდების ბაზარი, სადაც ივაჭრება სხვადასხვა კომპანიების აქციები, ობლიგაციები, სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებები, საფონდო ინდექსები. მესამე ჯგუფი არის სავალუტო Forex ბაზარი. Forex-ის ბაზრის მონაწილეები არიან ცენტრალური ბანკები. მათი მიზანია ნაციონალური ვალუტის კურსის მხარდაჭერა. კომერციული ბანკები. ინსტიტუციონალური ინვესტორები, ესენია ფონდები, სადაზღვევო კომპანიები, საბროკერო კომპანიები და სხვა მსხვილი კომპანიები. კერძო ინვესტორები, ესენი არიან ფიზიკური პირები, რომლებიც მოგების მისაღებად ახდენენ სპეკულაციურ ოპერაციებს, რისკებს იღებენ თავის თავზე და გარკვეულწილად მონაწილეობენ ფასწარმოქმნაში. 1954 წელს ბრაიტონ ვუდის შეთანხმებით განხორციელდა ყველა ვალუტის ამერიკულ დოლარზე მიბმა, ხოლო თვით დოლარის ოქროზე. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა გააკეთა ოფიციალური განცხადება ოქროს სტანდარტზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ამას შესაბამისად ბრეიტონ ვუდის სისტემის ფუნქციონირების დასრულება მოჰყვა. საერთაშორისო სავალუტო ბაზარი Forex-ი ასეთი აბრევიატურით პირველად გამოჩნდა 1976 წელს, 8 იანვარს. Forex-ის ბირჟაზე ვაჭრობას გააჩნია უპირატესობები. კერძოდ მასზე მუშაობა შესაძლებელია კვირაში 5 დღის მანძილზე 24 საათის განმავლობაში. ვაჭრობა შესაძლებელია ფინანსური მხარდაჭერით, ანუ მარჟით. ეს საჭიროება შედარებით დაბალი კაპიტალის სხვა ბიზნესთან შედარებით. განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე. Forex-ის ბაზარი მუშაობას იწყებს ჩვენი დროით ორშაბათს ღამის 2 საათზე, ავსტრალია-ახალი ზელანდიის ბირჟებიდან, სადაც ვაჭრობა მიმდინარეობს სხვადასხვა ვალუტებზე. 2 საათში ამ ვაჭრობაში შემოდიან იაპონიის, ჰონგ-კონგის და ასე შემდეგ ბირჟები. ის ფასები, რაც დაფიქსირდა ავსტრალია-ახალი ზელანდიის ბირჟებზე, პირდაპირ გადადის აზიის სავაჭრო ბირჟებზე. ჩვენი დროით დილის 11 საათზე ირთვებიან ევროპული ბირჟები, მაგალითად ლონდონის, ფრანკფურტის, შვეიცარიის და ასე შემდეგ. საღამოს კი ვაჭრობაში ერთვება ამერიკის ბირჟები, ჯერ ნიუ-იორკი და ბოლოს ჩიკაგო. ჩიკაგოს ბირჟას მუშაობა არ აქვს დასრულებული, როდესაც კვლავ ირთვება ავსტრალია-ახალი ზელანდიის ბირჟები. სწორედ ამის წყალობით Forex-ის ბირჟა მუშაობს 24 საათის მანძილზე კვირაში 5 დღის განმავლობაში. შაბათ-კვირა ბირჟა ისცვენებს. მარჟინალური ვაჭრობა ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას ივაჭრონ დაბალი თანხებით, ოღონდ მაღალი მოცულობებით უშუალოდ ბირჟაზე. Forex-ის ბაზარზე ბროკერები იძლევიან სხვადასხვა მხარით ვაჭრობის საშუალებას: 51-დან, 101-დან, 201-დან, 501-დან. ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად თუ თქვენ გინდათ ივაჭროთ ბირჟაზე $100,000 და მხარი გაქვთ 101-დან, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენი თანხიდან მხოლოდ $1,000. ანუ თქვენ რომ გააკეთებთ ყიდვის ან გაყიდვის ოპერაციას, თქვენ თანხას დაემატება 100-ჯერ მეტი მოცულობა და ისე გავა ბირჟაზე. სწორედ მარჟინალური ვაჭრობის გამო ჩვენ შეგვიძლია პატარა თანხებით შევიდეთ და ვივაჭროთ სავალუტო ბაზარზე, რაც ნებისმიერი სხვა ბიზნესისგან განსხვავდება. ამავე დროს თქვენ როდესაც ვაჭრობთ ბირჟაზე არ ხართ დამოკიდებული ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებზე.
ვაჭრობა თქვენს ანგარიშზე შეგიძლიათ დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან. მთავარია გქონდეთ ან კომპიუტერი, ან მობილური ტელეფონი და ინტერნეტი. შეგიძლიათ ივაჭროთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. არ გესაჭიროებათ მაგალითად კომერციული ფართის და თანამშრომლების დაქირავება. შესაბამისად, ეს ბიზნესი არის ყველასათვის ხელმისაწვდომი. როგორც ზემოთ თქვით, ფორექსის ბაზარზე ვაჭრობა მიმდინარეობს სხვადასხვა ვალუტებზე. მსოფლიოში უამრავი ვალუტა არსებობს, თუმცა აქ ყველაზე არ ვაჭრობენ. ბირჟაზე ერთი ვალუტა ყოველთვის გამოსახულია მეორე ვალუტაში. მაგალითად, EUR/USD ნიშნავს ევროს ფასი გამოსახული დოლარში. სწორედ ამ სავაჭრო ინსტრუმენტს ეწოდება სავალუტო წყვილი. არსებობს 4 ძირითადი სავალუტო წყვილი. ესენია: ევრო-დოლარი, ფუნტი-დოლარი, დოლარი-იენა, დოლარი-ფრანკი. მოდით განვიხილოთ უფრო ღრმად თუ რას წარმოადგენს სავალუტო წყვილი. მაგალითად, EUR/USD ნიშნავს იმას, რომ ევრო ამ შემთხვევაში არის საქონელი, ხოლო დოლარი მისი ფასი. მაგალითად, თუ ევრო-დოლარის წყვილის ფანჯარაზე ჩვენ ვხედავთ ფასს 1.22, ეს ნიშნავს 1 ევრო ღირს 1 დოლარი და 22 ცენტი. ახლა განვიხილოთ თუ როგორ იცვლება ფორექსის ბირჟაზე ფასი და შემოვიტანოთ ახალი ტერმინი. პუნქტი ეს არის მძიმიდან მარჯვნივ ბოლო ციფრის ცვალებადობა +-1-ით, ანუ ყველაზე პატარა ფასის ცვლილება. უმეტესი წყვილებს მძიმიდან მარჯვნივ გააჩნიათ 4 ციფრი, ხოლო იაპონურ იენთან მიმართებაში წყვილებს მძიმიდან მარჯვნივ აქვთ 2 ციფრი. მაგალითად, ჩვენს პლატფორმაზე ასევე არის მძიმიდან მეხუთე პატარა ციფრიც, რომელიც აღნიშნავს პუნქტის მიათედით ფასის ცვალებადობას. სავალუტო წყვილს გააჩნია როგორც ყიდვის ფასი, ასევე გაყიდვის ფასი და ამ ორ ფასს შორის არის ყოველთვის მცირედი სხვაობა. ამ სხვაობას ჰქვია სპრედი. ლოტი ეს არის კიდევ ერთი ტერმინი, რომელსაც ყოველთვის შევხვდებით ვაჭრობისას. ლოტი ესაა ბირჟაზე შესვლის მოცულობის განსაზღვრელი სიტყვა. 1 ლოტი არის 1 მილიონი ერთეული. დოლარი ან ევრო. 0.1 ლოტი 100.000 ერთეული. 0.01 ლოტი 10.000 ერთეული. შესაბამისად, პუნქტის ცვალებადობით რამდენს მოვიგებთ პირდაპირ დამოკიდებულებაშია თუ რამდენი ლოტით ვართ შესული ბირჟაზე. თუ ვართ შესული ბირჟაზე ყიდვის ან გაყიდვის ოპერაციით 1 ლოტით, 1 პუნქტის ცვალებადობით ვიგებთ $100, 0.1 ლოტით $10, ხოლო 0.01 ლოტით $1. იმისათვის, რომ მიიღოთ ვაჭრობაში მონაწილეობა, საჭიროა გამოიყენოთ ჩვენი სავაჭრო პლატფორმები. დეტალურად ამის თაობაზე ვისაუბრებთ შემდეგ ლექციებზე. გვადლობთ ყურადღებისათვის.